მოგესალმებით არხის გამომწერებო. დღეს გავიდა ზუსტად 7 დღე, რაც ლეკვები მოევლინენ ამ ქვეყანას, არიან ერთი კვირისები. მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველდღიურად ვაკვირდებოდი მათ განვითარებას, ვაკვირდებოდი თუ როგორ იზრდებოდნენ, რო არ ყოფილიყო რომელიმეს ჩამორჩენა გაზრდაში, განვითარებაში, მქონდა ყოველდღიური დაკვირება, მაგრამ დღეს უშუალოდ კონკრეტულად მოხდება ყველა ლეკვის დათვალიერება, როგორც ვიზუალურად, ასევე მოხდება მათი წონის შემოწმება. ვცდილობდი, რომ ნაკლებად მქონოდა მე თვითონ ლეკვებთან ხელით შეხება, იმიტომ რომ მაინც ვიცავდი ჰიგიენურ ზომებს. ყველა პროცესს, როგორც მანამდე აგიხსენით, აკეთებს ნინა, დედა, ყველანაირ დასუფთავება მოწესრიგებას. დავნახოთ დღეს ერთი კვირის შემდეგ, როგორი განვითარება აქვს ლეკვებს, როგორი აქვს ნამატი, რამდენად არიან გაზრდილები წონაში, როგორ აქვს უმატებული წონა. შეიძლება ლეკვმა დღის განმავლობაში მოიმატოს 20-დან 50 გრამამდე, შეიძლება კონდეს დღე, რომელიც დღესაც შეიძლება წონა საერთოდ არ მოიმატოს, მაგრამ ეს საგანგაშო არ არის. საშუალოდ, ეხლა დღესდღეობით ზუსტად მაინტერესებს, რამდენი გრამი აქვს მომატებული დაბადების დღიდან ერთი კვირის შემდეგ. ლეკვი, რომელიც დაიბადა პირველი და სხვაობა არის ბოლო ლეკვს შორის 10 საათი, ბუნებრივია, უფრო განვითარებული არის, იქნებოდა პირველი დღეები, ვიდრე ბოლოს დაბადებული ლეკვი. რო არ იყოს ჩამორჩენა, ანუ პირველი ლეკვი, რომელიც უფრო ადრე მივიდა, ზუსტად ადრე დაიწყო კვება და ბოლო დაბადებულ ლეკვს შორის რო არ იყოს ძალიან დიდი სხვაობა, მაგიტო ამოწმებ მათ წონებს, რომლის გადამოწმებასაც მე მოვახერხე, მე კიდევ შემდეგ ერთი კვირის შემდეგ, კიდევ 21 დღეს გადავამოწმებ, როცა უკვე იქნება დასაშვები მათთვის ჭიის წამალის მიცემამ, ასე რომ ვაკვირდებით ლეკვის განვითარებას. რა მჭირდება ამისთვის? ჩვეულებრივი სასწორი, ჭირდება პოლიეთილენის პაკი, რომელშიც ჩავსვავ ლეკვს ავწონი და აუცილებლად დღიური, რომელსაც ვაწარმოებდი ლეკვების დაბადების დროს. ეხლა რასაც მინდა გაუშვო კიდე ესე ყურადღების ხაზი, რომ როგორ განვასხვაოთ ლეკვები, არის ძაღლის ჯიში, რომელიც ლეკვების ყველა ერთიფერი სიფადებიან. ჩემ შემთხვევაში ლეკვებს ჰქონდათ სხვადასხვა ფერის ხალები, რომლის გარჩევა მე მოვახერხე იმით, რომ გადავიღე ყველა ლეკვის დაბადების პროცესი, ანუ დაბადებიდან ის ხალები პირველი კვირა იგივე რჩება, ორი კვირა შეიძლება დაახლოებით ერთი თვის მერე მოხდეს ცოტა შეფერილობის შეცვლა, ასე რომ აქვს ყველა ვიდეო, სადაც რომელი ლეკვი, რომელი ხალით დაიბადა, როგორი შეფერილობის დაიბადა, ამით განვასხვავებ, მათ პირველ რიგში გავყავი ცალკე ძუები და ცალკე ხვადები. თქვენ შეგიძლიათ, ვისაც ერთი შეფერილობის ლეკვები გაუჩნდებათ თქვენ ძაღლს, შეაბათ ყელზე სხვადასხვა ფერის ძაფები, ეს იქნება საქსოვი ძაფი ან ჩვეულებრივი საკერავი ძაფი და ამით განასხვაოთ რა. კიდე რა შეიძლება ითქვას? ხო, ყველა ლეკვს დავათვალიერებ, უნდა იყოს აუცილებლად გასუფთავებულები, მოწესრიგებულები პირველ რიგში ლეკვის სისუფთავე, ლეკვის სისუფთავე ჩანს იმით, რომ კუდები არ უნდა ქონდეთ დასრული და უკანალი არ უნდა ქონდეთ განავლისგან დასრული, ეს ნიშნავს, რომ დედა კარგად ულით, მათ კარგად ასუფთავებს. ეხლა დავიწყებ უშუალოდ ლეკვების აწონვას და შედარებას. ეხლა პირველი ლეკვი ჩვენთან ვინ დაიბადა, იყო ხვადი, რომელიც სიტყვა უთხრა 70 გრამი და თავის შეფერილობით რაღაცნაირად აი ესეთი ლამაზი იყო და დამამახსოვდა, ქონდა მხოლოდ ესეთი ერთი ლაქა ზურგზე და ყუთზე. შევამოწმე ჭიპლარი ძალიან კარგად აქვს, უკვე ფხუკით მოშორებული აქვს. სასქესაორგანოც უკვე ნელ-ნელა გამოუჩნდა შედარებით უკეთესად. დასუფთავებულია კუდი, ყველაფერი ნორმალურად აქვს. ნახულ უფრო მუცელი არ ქონდეს, ძალიან გადაბერილი. ესეთი ლამაზი ლაქა აქვს ხუზე ერთი, აქვს ესეთი მეორე ლაქა, ცოტა დიდი და უშუალოდ კუდთან მესამე რა. ეხლა თავსავ ესე პარკში და ავწონი. ამ ლეკვს ბავშვებმა მაქსი დაარქვეს. ეს სახელიც პირობითია, იმიტომ რომ როდესაც ლეკვს წაიყვანს მე პატრონე, უკვე სახელი
ექნება მუდმივი, რომელსაც ფლობელი დაარქვევს, ასე რომ ზედმეტი სახელი ჯოჯორობით აქვს მაქსი და ვნახოთ მაქსის ერთი კვირის თავზე განვითარება როგორ მოხდა. ის დაიბადა 770 გრამი და ეხლა არის 860 გრამი. 860 გრამი. ესე იგი ძალიან კარგი ნამატი აქვს 860. ეს ავწონეთ მაქსიკო და გადავდებით გადავსვით გვერდზე. შემდეგი ლეკვი რომელიც დაიბადა ისიც ხვადი არის, ისე იყო 430 გრამი. ახლა მე ვნახავ ვიდეო, სადაც ის იბადება და ვნახოთ მისი შეფერილობა როგორი არის, რო არ მოხდეს არევა. აი ეს არის აბა როგორი ხარში. კი ბატონო, აი ეს არის რომელსაც აქვს უკანა მხარეს დიდი ხალი, შემდეგ კიდევ რამოდენიმე ხალი. აბა როგორი ბიჭი ხარ. მასაც ჭიპლარი კარგად აქვს. უი, არა ეს გოგო ყოფილა, შეგეშალა. ბოდიში. ხო, აქ ეს არის. არა, არც ეს არ არის. ატო შემშლია. ჭიპლარში ამერია უცებ მათი. აი. ეს არის კაცური კაცი, რომელსაც აქვს ესეთი შედარებით ბევრი ლაქები. უკვე მე-10 დღიდან მათ დაეწყებათ თვალების ახლა. თვალები აიხილებიან. აბა ნახოთ ეს რა წონაა. აბა ეხლა 720 გრამი. ესეც კარგი ნამატია. არ მოიწყინო შენ. ასე 720 გრამი. გადავედით ახლა შემდეგ ვიდეოზე. ეს არის ყო. მესამე ლეკვი ძუ დაიბადა. ეხლა მე უნდა შევამოწმო მეხუთე ძაღლის დაბადება. ეს არის პირველი, მეხუთე. უნდა ვნახო მეხუთე ხვადი როგორი დაიბადა. აგერ ვიდეოზე ჩანს როგორი შეფერილობის არის. ბატონო, ესე იგი ეს უნდა იყოს ჩვენი ბატონო, ესე ეს შემდეგი ხვადი, რომელიც ეს გოგონა მაგიტოა რომ გვიშლის ხელს. აგერ არის, კი ბატონო. ეს არის შემდეგი, რომელიც დაიბადა, რატომღაც ვეთყობ რომ ფიზიკურად ეს შედარებით ცოტა სუსტი არ არის ისეთი მსხვილი როგორც სხვა ლეკვები. მასაც ავწონი. აბა ნახოთ წონაში როგორ აქვს მომატებული. 640 გრამი. 640 გრამი. და ნახოთ ეს. კი ბატონო. ავიცავ, ეს არის 640 გრამი. ეს შემდეგი
კი ბატონო, ნახოთ ვიდეო. გადავამოწმოთ, ეს არის მე-6 ლეკვი, რომელიც მე-6 გაჩნდა. ნახულობ მე-6 ვიდეოს, აქ არის. ვაკვირდები ვიდეოს და ვნახავ ახლა დაბადებისას როგორი შეფერილობა ქონდა. დროთა განმავლობაში უკვე ლეკვები რო გაიზრდებიან, უკვე მათი გარჩევა არ გაგიჭირდებათ, უკვე თვალი მიეჩვევა, იოლად გაარჩევთ ხვადი რომელია, ძუ რომელია და უკვე ეს პრობლემა აღარ გექნებათ რა. ესე. კი ბატონო. ხო, ეს არის შემდეგი ლეკვი. აბა ნახოთ. ჩვენიერი ჭიპლარი კარგად აქვს, კუდით გასუფთავებული აქვს. ფიზიკურად ძალიან კარგია. ესეთი ლამაზი ლაქები აქვს ცხვირზე. ესეთი ლამაზი ბიჭოა. ვნახოთ ახლა წონაში როგორ აგვაქვს ნამატი. შვიდას 90 გრამი. ძალიან კარგი. ეს დაიბადა. ეს არის ხვადი მე-6 410 გრამი დაიბადა და ეხლა არის 790 გრამი. იგი რამდენი გამოდის? 380 გრამი მოუმატებია ერთი კვირის განმავლობაში. ესე და ბოლო ხვადი, რომელიც 390 დაიბადა. აბა ვნახოთ ეს როგორი ბიჭია. კი ბატონო, მასაც ეს კარგად მოწესრიგებული აქვს. ჭიპლარი უკვე სუფთაა ყველანაირად. მე-4 დღეს მოვაჭერით, მოხდა კუპირება კუდის მოჭრას. კუპირება ქვია და ცოტა უხეშად ჟღერს კუდის მოჭრა, ამიტომ კუდის კუპირება მოხდა მე-4 დღეს. კუდების შეხორცება კარგად ვითარდება 830 გრამი. კი ბატონო, 830 გრამი. ძალიან კარგად აქვს მომატებული, იმიტომ რომ 300 დაიბადა, 390 გრამი დაიბადა და 810 გრამია ეხლა. ძალიან კაი ბიჭოა, ესეთ შეფერილობის, ლამაზი ხალები აქვს. დიდი კაი მუხულია თავი აქვს, ესე. 830. კი ბატონო. გადავედით ახლა ძუებზე. ჩემთან ძუ დაიბადა მესამე ძაღლი, ვნახულობ მესამე ვიდეოს. აბა როგორი გოგო იბადება და რომელია ეს? კი ბატონო, ზურგზე ერთი დიდი. 1 2 3 ლაქ. შვენი ეს თანმიყოლებითაა. ხალები ზურგზე ეწყება კუდიდან. აი ეს არის ძუ რომელიც დაიბადა. ჩვენთან მესამეს და არაფრით არ ჩამორჩება. ხვადებს ფიზიკურობით ძალიან დიდი გოგოა ესეთი. კარგად უჭირავს კუდი, ყოჩაღი. დავათვალიერეთ, ჭიპლარი კარგად აქვს. კარგად არის გასუფთავებული. ეს დაიბადა 430 გრამი. აბა ახლა ვნახოთ რამდენია. 800 გრამი. ბატონო, შენიერი. კარგი ნამატია. კუდების კუპირება მოხდა ზაქრო ბაჟიაშვილთან, ისევ მადლობა ზაქროს. ასევე ქონდა შემოთავაზება 800 გრამი. ჯაბასგან, კარგი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ კუდის კუპირებას ის მოახდენდა, მაგრამ მომერიდა მასთან წასვლა და მისი გრაფიკიდან გამომდინარე. ერთი რაც არის და ერთ-ერთი ყველაზე პლუსი რაც არის ჯაბასთან
კუდის კოპირების ის არის რომ თან კუდის კოპირებას მოახდენს თქვენს ლეკვებზე და თან მოხდება ლეკვების უშუალო დათვალიერება. Ვიცით რომ ყველა დართვა რეგისტრირდება კლუბში შეთანხმებით კურცხარების სექციას ჯაბა მეტშაშვილი კურირებს ყველა საბუთები მიდის მასთან და ხდება მე მის შემდეგ საბუთების გაკეთება ასე რომ ვისაც თბილისში ცხოვრობ თბილისში შემოგარენ ცხოვრობ შეგიძლია ჯაბას ვიმართოთ იმიტომ რომ ორ საქმეს გააკეთებთ ერთად ერთი იქნება კოდის კოპირება მეორე უშუალოდ უკვე ლეკვების დათვალიერება რომ შემდეგ საბუთი დაიწეროს რა ვინც რეგიონებში ცხოვრობთ თქვენთვის ალბათ სხვა სიტუაცია იქნება მოსახერხებელი ასევე დაიშვა კლუბში ლეკვების ვიზუალური დათვალიერება ინტერნეტით ანუ ელექტრონულად თუ რამე საეჭვო ექნება და ექსპერტი ჯიშის მიმართულების ხელმძღვანელს რამე საეჭვო შეექმნება მაშინ უკვე მოხდება ფიზიკურად ლეკვების მიყვანა და ლეკვების დათვალიერება საბუთი გაიცეს რა ეხლა შემდეგი ძუ ნახოთ რა ხდება ჩვენთან ესე 1 2 3 ეს არის ძუ რომელიც დაიბადა კი ბატონო მე-3 ბატონო ეს არის მე-3 და აქ არის 800 გრამი გრაფაში შემეშალა უკაცრავად წავედით ახლა ჩვენთან არის მე-4 ეს არის მე-4 ვიდეო აბა დავაკვირდეთ როგორი გოგო იბადება როგორი შეფერილობის მისი საწყისი წონა იყო 410 გრამი აბა ახლა ნახოთ რამდენია მომატებული წონაში ეს არის ძალიან დიდი ხალით, დიდი ლაქით ზურგზე და შემდეგი როგორი შეფერილობა აქვს თელ მარცხენა მხარეს გაყვება ძალიან დიდი ლაქა ამ გოგონას ეს არა ეს არა სარა აი ამიტომ არის მნიშვნელობა რომ კარგად შევარჩიოთ კი ბატონო აი ეს არის აბა ნახოთ როგორი გოგოა შვენიერი კარგად არის გასუფთავებული იდეალურად ჭიპლარი ძალიან კარგად აქვს აი ესეთი კოხტა გოგოა წყნარი ნახე როგორი მშვიდიად კბილად ძინავს ნახოთ ახლა მისი წონა რამდენია ერთი კვირის განმავლობაში ასევე მინდა მიაქციოთ ყურადღება წინაზეც აღვნიშნე რომ 690 გრამი კონდეს ძალიან კარგი კვება ეს არის 690 გრამი კარგი კვება კონდეს თვითონ დედას რო კონდეს რძე კარგად ნუ ბუნებრივია ყველა ვაქცევთ მაგას ყურადღებას ნუ კარგად მოხდეს ლეკვების შემდეგ გაზდა და განვითარება ვამატებთ ლეკვის საჭმელს ლეკვებისთვის რომელიცაც მხოლოდ დედა იღებს და ამითი მეტი რძე ექნება მეძუზურ დედას რა ესე იგი ეს არის ლეკვი 8 რომელიც 450 გრამი დაბადებულა აბა ნახოთ ეს არის აი ეს გოგონა რომელიც სხვებისგან განსხვავებით ფეხებით დაიბადა როგორც ფეხებით ასევე თავით შეიძლება დაიბადოს ლეკვი ამაში არანაირი პრობლემა არ არის ვაკვირდებით როგორია ფიზიკურად ჰე გადაბრუნდი კი ბატონო ესეთი ნიშანი ზურგზე აი ესეთ ლაქა კი ბატონო ეს არის ეს ქალბატონი რომელიც აი ამ ხალით გამოარჩიე სხვებისგან აი იგივენაირად აქვს ეს ხალი ვიდეოში როგორც იბადება ეს ლაქა ძალიან კარგი გოგონა გასუფთავებული გაბერილი ღუღუნა ძალიან პატარა ლაქა კაი ცხვირზე
ეს შეიძლება გაუქრეს, შეიძლება დარჩეს, აბა ავწონოთ და ნახოთ როგორი გოგო ვარო. დიდი ხანი არ მიაქვს ამ პროცესს დაახლოებით შეიძლება 15-20 წუთი დაგჭირდეს 870 გრამი. ეს ლეკი დაიბადა 450 გრამი და 870 გრამია რა. ძალიან მაგარია, ანუ ხვადის პირველი ხვადის კონკურენტი ესე თქვა წონაში. პირველი ხვადი იყო 860 გრამი და ეს არის 870 გრამი. რა არის ამ ხელახა გოგო. აი ზუსტად მაგითო გჭირდება ეს აწონვები, რომ არ იყოს ძალიან დიდი სხვაობა წონებში, რომელიმე ლეკვი არის ჩაგრებოდეს. და ამიტომ თუ ხედავთ რომელიმე ლეკვი ჩაგრება და ძალიან დიდი სხვაობა არის წონებში, ვიღებთ ესეთ ზომას, იმ ლეკვს გამოვყოფ ცალკე დედასთან ერთად, ცალკე მიუსვავ დღის განმავლობაში მინიმუმ 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ უკეთესია და ცალკე ვაწოვებთ იმ ძუძუს, რომელშიც რძე მეტად აქვს. ანუ მაგას თქვენ თუ შეატყობთ, რომ ყველა ძუძუში რძე თანაბრად არ არის უკანა მხარის ძუძუ, სადაც მეტი რძე არის, ანუ იმ ძუძუსთან მივსვავთ ლეკვს და დავაკვირდებით, რომ კარგად იკვებოს რა. ეხლა ჩვენ უყურებთ აქ მე-9 ძუს დაბადებას. კი ბატონო, აბა რომელი არის ეს გოგო? აი ბევრ ხალებში და ბევრ ხო. აი ესეთი ნიშანი აქ. კი ბატონო, აი ეს არის. ხო? შევადაროთ. აბა გადმოbrunდი. კი, ეს არის. ეს დაიბადა 480 გრამი. ესეც კარგად არის გასუფთავებული, ჭიპლები საერთოდ უდნავ ეტყობა. ნახეთ როგორი ფსიქიკა აქვს, როგორ წყნარად შვიდა, თავიც რა კარგად უჭირავს. ნახეთ ეძებს ყნოსვით. უნდა რომ დედასთან მივიდეს. ნახეთ როგორი მშვიდია და რა ლამაზი ხარ. ერთი დამორჩა რომ მესამე ლეკვს რომელიც დაიბადა და არის ძუ, ისიც ძალიან ლამაზი შეფერილობისა. ხო ვიდეოში იმდენად შეიძლება არჩეს ბავშვობა მას მარტა დაარქვეს რატომღაც მესამე რო იყო და თან გაზაფხული 750 გრამი. 750 გრამი. ძალიან კარგი და ბოლო ლეკვი, რომელიც ხო ნახოთ, ну რა თქმა უნდა, უბრალოდ ისე თვალსაჩინოებისთვის ვიდეოს კიდევ გადავხედავ. ეს არის ბოლო ლეკვი, რომელიც დაიბადა, კი, ძუ, აი ესეთი. ნახეთ როგორი ლამაზია, ხალები, 1-2. ესეთი ხალი აქვს, კი ბატონო. ესეც 7, ძალიან კარგად არის გასუფთავებული. მუცელიც არა აქვს, კაბერილი, კარგად არიან. კარგად არის ეს კონკრეტული ლეკვიც, შვენიერი, აბა ნახოთ. შევამოწმოთ მისი ნამატი წონაში როგორ არის. ბოლო ლეკვია, მაგრამ ხელში ვატყობ, რომ ფიზიკურად დიდია. ანუ ძლიერი ლეკვია, როგორც ჩანს. კარგად იკვებება. რამდენია? 880 გრამი. ვა, ყოჩა. ეს ბოლო ლეკვია, რომელიც დაიბადა და არის დედმამიშვილების რეკორდსმენი. ყველაზე დიდია წონით 880 გრამი. ვა, ყოჩა, შენ გამიკვირდა, ანუ ხვადებზე დიდია პირველი და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ძუს აქვს 880 გრამია. ესე იგი სხვაობა არის როგორც დაბადებისას, ისე ეხლაც. ესე იგი ყველაზე პატარა ლეკვი არის 640 გრამი. ოღონდ ეს ის ლეკვი არ არის დაბადებისას, რომელიც იყო ყველაზე პატარა ტანად და იყო 390 გრამი. 390 გრამი
ხვადი, რომელიც დაიბადა, დღეს არის 830 გრამი. ხოლო ხვადი, რომელიც დაიბადა 470 გრამი, დღეს არის 640 გრამი. ანუ ამ ხვადს მე ხა დავაკვირდები, ნელ-ნელა ცოტა დროს გამოვყოფ იმისთვის, რომ მეტი დავსვა დედასთან, მეტი შედარებით მეტი იყვებოს, მეტი რძე ჭამოს და წონაში წამოეწევა რა. აბა ახლა ნახოთ როგორ მიირბენენ დედისკენ. ოპა. ესე ჩავსვათ უკვე. დავნახე. ხო უკვე ნელა გადაიყვანეს. Გამოდენიმე ნაბიჯს აკეთებენ, მართალია ტანს ვერ იჭერენ, მაგრამ უკვე ბევრად აქტიურები არიან. წეღანაც გითხარით და ეხლაც ვიმეორებ, რომ 3 დღის შემდეგ 10 დღიდან დაეწყება თვალების გახელვა, გახდებიან უფრო აქტიურები. სადღაც 2 კვირის როცა შესრულებიან, ისინი უკვე შეძლებენ აი ამ ყუთიდან ამოსვლას. ჯერ ესეთ პატარები არიან, მაგრამ თან თვალებიც არ აქვს გახელილი. ამას ფიზიკურად ვერ ახერხებენ. მაგრამ მე მომიწევს უკვე სივრცის შეცვლა, მომიწევს ადგილის მონაცვლა, უკვე სადაც ექნება ცოტა მეტი დიდი ფართი გამოყოფილი, სადაც იქნებიან ინდივიდუალურად მარტო და იქ მოხდება მათი გაზრდა განვითარება. დიდი მადლობა რომ ვადენებ თვალყურს ჩემს არხს. ხედავ რომ ყურებები არის ჩვენებები, არის ნახვები, უბრალოდ არ არის გვერდის გამოწერა. არ დაიძაროთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ არხი გამოიწეროთ, მოიწონოთ ვიდეოები. რაც შეეხება აპორტირების ვარჯიშებს, მე ვარჯიში ვაგრძელებ ალმასთან. აქამდე ვიდეო არ დავდე, იმიტომ რომ ეს პროცესი აი რამდენი ხანია უკვე გრძელდება და უკვე ბოლო 1 კვირა მივახციეთ და გვაქვს შედეგი, რომ უკვე ალმა სხვადასხვა ნივთებს უპრობლემოდ პირში იჩერებს. ეხლა გადავდივარ შემდეგ ეტაპზე და ახლობით 2 დღეში უკვე კიდე 2 დღე დავაკვირდები ამ პროცესს და 2 დღის შემდეგ დავდებ იმ ვიდეოს თუ შემდეგი ნაბიჯი რა არის საფუძვლიანი მოტანის. ისე და ისე დიდი მადლობა დროებით.